გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, სრულიად სერიოზულად ვაცხადებ, რომ COVID-19-მა ამ რომელიღაც ბოროტი ადამიანის თუ სექტის მიერ შექმნილმა ვირუსმა დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილის კოგნიტურ შესაძლებლობებზე ცუდი გავლენა მოახდინა. ანუ გამოაშტერა. აბა მე სხვა ახსნა არ მაქვს, როდესაც რიგი მოქალაქეები სრულიად არაადეკვატურ რეაქციას გამოხატავენ ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ მოვლენაზე. უნდა აღვნიშნო, რომ ეს მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში არ ხდება, ასეთი სიგიჟე მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს, მაგრამ მთელ მსოფლიოზე ახლა ლაპარაკს ვერ დავიწყებ, რადგან შორს წამიყვანს და დრო კი არ იცდის. უბრუნდებით ჩვენს რეალობებს. ადამიანს აკავებენ კანონის დარღვევისთვის, დიახ, ადამიანმა დაარღვია კანონი. ერთი, მეორე, მესამე, ის შესაბამისად დააკავეს და გარკვეულ სასჯელსაც უსჯიან. და ეს იმხელა რეზონანსს იწვევს იქითა ბნელ მხარეს მდგარ მოქალაქეებში, რომ გეგონება მანამდე არავინ დაუჭერიათ, ვიმეორებ კანონის დარღვევისთვის. რა ხდება, მეგობრებო, ეს რა საყოველთაო გამობრიყვებაა. რომელიმე მოქალაქე ხმამაღლა თუ აცხადებს, რომ ის კანონს არ ცნობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონიც არ ცნობს მას და არც ერთ კანონში არ წერია, რომ პოლიტიკოსობა დანაშაულის ჩადენის ინდულგენციაა. განა სადმე ასეთი ჩანაწერი არსებობს? მithქვამს და კიდევ არაერთხელ გავიმეორებ, ეს უნიათოები სპეციალურად იქცევიან, ასე რომ გისოსებს მიღმა აღმოჩნდნენ. რატომ? იმიტომ რომ ამ მუდამ წაგებულებს ახლა მარტვილის სტატუსიც ექნება და მათი მრევლი ხმამაღალ ტირილს მორთოს. გვარსახელების დასახელების გარეშე ვიტყვი. ეს ცრუ წამებულები იმიტომ მიდიან დილეგში, რომ იციან, იქ საკურორტო პირობები ექნებათ. არავინ მათ იქ არ აწყენინებს, შეჭამენ რესტორნის საჭმელს, დაისვენებენ, ცხელი წყალიც ექნებათ. შუადღის ძილი და ჯოკერიც გახთაზე. შეიძლება მე მემუარების დაწერონ, თუ კი წერა ჯერ დავიწყებული არ აქვს. და ისიც აგულიანებთ, რომ დასავლეთი ღრმა შეშფოთებას გამოთქვას მათ არაკანონიერ დაპატიმრებასთან დაკავშირებით. რამე ახალი თქვი? არც არაფერი. ერთი რომელიმე დასავლელი ჩინოსანი უნდა გამოიჭირო, აუწერო სიტუაცია და შეეკითხო, შენს დასავლურ ქვეყანაში კანონის ასეთ დარღვევას რა მოყვება? თავზე ხელის გადასმა, მობოდიშება და არ დაჭერა? საინტერესოა, რას გვიპასუხებს ის დასავლელი. მეგობრებო, საშინლად განვიხიბლე დასავლეთით. უпроსტად დასავლური ბიუროკრატიით, დასავლურ კულტურას, რასაკვირველია, არ გულისხმობ, მასზე ვარ გაზრდილი და იმედია 100 წლის შემდეგ მას თან გავიყოლებ. მაგრამ ის საზიზღრობა, რომელსაც ორმაგი სტანდარტი ჰქვია, რაც დღევანდელი დასავლური ბიუროკრატიისთვის ყოფილა დამახასიათებელი, ასეთი რამ ადრე არ გამიგია და არც მიფიქრია ამის შესახებ. ამგვარი რამ მხოლოდ კომუნისტურ საბჭოებში მეგონა რომ იყო, ისიც საკმაოდ რბილ ფორმაში. დღევანდელმა დასავლეთმა საბჭოთა კავშირს მონია გაუსწრო კიდეც. დიახ, გაუსწრო თავისი დამოკიდებულებით მცირერიცხოვანი ქვეყნების მიმართ. აი, როგორც საბჭოთა კავშირი ეუფროსებოდა თავის ბლოკში მყოფ ქვეყნებს, ჩეხეთს, პოლონეთს, უნგრეთს და ასე შემდეგ, როგორც ცდილობდა ისინი თავის ჭკუაზე ეტარებინათ და ამის გამო დიდი ზიზღი დაიმსახურა იმ ქვეყნებისგან, დღეს ამის გაკეთებას ცდილობს დასავლეთი ჩვენს მიმართ. ხო, ტანკები ჯერჯერობით არ შემოყავს, როგორც ეს საბჭოთა კავშირმა პრაღაში გააკეთა, მაგრამ ალბათ იმიტომ არ შემოყავს და მთავრობას ნაძალადევად არ ცვლის, რომ არ ვესაზღვრებით. მაგრამ თუ საქმეზე მიდგება, შეიძლება ჭკუამ არ დაუშალოს. გავიხსენოთ იუგოსლავიის დაბომბვა 95-99 წლებში. ალბათ კარგია, რომ ევროპის განაპირას ვართ. გეოგრაფიულად ჩვენი ქვეყნის მხოლოდ 5% ეკუთვნის ევროპას, თორემ არაა გამორიცხული, რომ ჩვენთვის მოეხედათ კიდეც. ეტყობა ის საშინელი ამბები, რაც ევროპა აზიაში დატრიალდა, ხელს უშლით საფუძვლიანად რომ მოგხედონ. ბოლომდე ჩვენთვის ვერ იცლიან, თუმცა ვერბალურად ღრმა შეშფოთების გამოთქმას არ ერიდებიან, როდესაც ჩვენთან კანონი კანონურად კანონობს. მოკლედ,
თუ გინდა წამებულისა და სინდის ნამუსის პატიმრის სტატუსი მიიტყებო ჯერ ნაცების ან მათი ანასხლეტების პარტიაში უნდა შეყო ტანი და მერე კანონი არ ღვიო და არ ღვიო. მოურიდებლად. საქმის წინ წაგდებისთვის შეიძლება სამართალდამცავს ეცე და ცხვირზეც უკბინო. აუცილებლად დაგიჭერენ, სამაგიეროდ დასავლეთი კვლავ შეშფოთდება. დემოკრატია საფრთხეშია, არ იქა გაუქმეთ მათ უვიზო რეჟიმი. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.